მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო და მოგესალმებით პირველ რიგში ჩემს გამომწერებს. და შემდეგ ყველა მას ვინც ამ ვიდეო მიმართავს იხილავს. ბევრს აინტერესებს ჯერ მთავარ საკითხს ვიტყვი. ბევრს აინტერესებდა რატო ვერ ვწერდი ამას. მე გითხარით რომ სპეციფიკა ჩემთვის ეს ძნელი იყო, იმიტომ არ ვიცოდი ეს როგორი მიმართულებით დამეწყო ამის შექმნა, იმიტომ რომ სპეციფიკა არ ვიცოდი ამ თვითონ აი ამ ასეთი ადამიანების ცხოვრების წესს არ ვიცნობდი კარგად, მათი აზროვნება ის, ეს ყველაფერი არ ვიცოდი. აი ამ წიგნში, რომელიც მე ახლა წაგიკითხეთ ეს რომანი, შეტანილი მაქვს მე გზავნილი წარსულიდან ბოლოში, ის აღარ გავაგრძელებ და აღარ წაგიკითხეთ, იმიტომ რომ მეორე გამოცემას თუ გავაკეთებ, ამას აღარ ჩავდებ, იმიტომ რომ ზედმეტად მიმაჩნია და წინა სიტყვაობასაც შევცვლი. იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამას ვერ ვქმნიდი, და უბრალოდ ეხლა ვინც მოისმინეთ ეს მათთვის განვმარტავ. მე შევხვდი ადამიანს სრულიად შემთხვევით, ახლა ხო იცით რომ ამ ქვეყანას და საერთოდ ჩვენ ამ მიკროსამყაროს და საერთოდ მთელ სამყაროს მართავს ღვთიური კანონზომიერება. მით უმეტეს ჩვენ ამ მიკროსამყაროს ადამიანებს, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები წყდება ადამიანის ცხოვრებაში, ყოველთვის ერევა განგება. მეც წლების განმავლობაში ეს სიუჟეტი ჩამოყალიბებული მქონდა თავში და ვერანაირად ვერ იმარშებოდი, ვერ კინებოდი ამას, იმიტომ კიდე გეუბნებით არ ვიცოდი ამის როგორი მიმართულებით დამეწერა, მიჭირდა ამის გააზრება და შევხვდი ისეთ ადამიანს, სრულიად შემთხვევით, მანქანებით გადატვირთულ ქუჩაზე ვერ გადადიოდა, მოშლილი იყო მაშინ ეს რაღაცა არეულობა იყო, 90-იანი წლები იყო და გადავიყვანე ქუჩაზე ეს ყავარჯნებზე შემდგარი კაცი, ეს ამას ჰქონდა საშინელი თვალები, ეს იყო ადამიანი, რომელიც გამეცნო ერთმანეთს გავეცანით და მითხრა რომ თქვენო ალბათ ხელოვნების რომელიმე დარგის წარმომადგენელი, კი მოთხარ მწერალი ვარ, ასედაც ვიფიქრე და არ გავასწარი მოვლენებსო და მე რომ ვკითხე ვიმზადებით მეთქი მე მკვლელი ვარო და ეს მასწავლეს და ეს ვისწავლეო. აი ეს ადამიანი აღმოჩნდა იმ პოლკში გაზრდილი, რომელ პოლკშიაც მსახურობდა ანტონ სავიჩევი. აი ამ ადამიანისგან ახლა იქ წერია იმ წიგნში, რომელიც გამოცემული არის, ესე იგი 2020 წელს, ორი ნაწილი უკვე, პირველი ნაწილი გამოიცა 2016 წელს და შემდეგ 2020-ში გამოვიდა ეს მეორე ნაწილი. აი ეს ჩადებულია იქ ამ კაცთან, ახლა ბევრი რაღაცები მიმოვიხილეთ, მაგრამ ყველაფერი არ დამიწერია, მაგრამ ძირითადი ის, რომ გამეგო ეს ყველაფერი რას ემსახურებოდა ეს იმპერიის ჯარისკაცები, რას აკეთებდნენ, იმპერია რა გზით მიდიოდა, ეს თვითონ ეს სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ, სპეცაგენტები იყვნენ, ამათ აიღეს ქაბული 4 საათში, ესენი იყვნენ ყველა უბედურების დამტრიალებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამან გამაცნო რომ არავითარი ლებედი აქ არაფერ შუაში არ ყოფილა და ეს კაცი ჭამიები ყოფილან იმ სადესანტო იმას აადევნებული უკან და ამათ სიამოვნებდათ ეს სისხლის ნახვა და კაცი, რომელსაც უყურებდი და უსმენდი, დალეწილი და განადგურებული და რა ვიცი, ესე იგი უკვე ადამიანად რო აღარ ვარგო და ამბობდა რომ ჩემ თავს ვებრძვი კიდე იმდენად მენატრება სისხლის შემოსხმაო, მეორე იმდენად ის სიამოვნებას განვიცდიდიო, სისხლი რომ ვკლავდი ადამიანს და სისხლს რომ ასყავდაო ზედ. ეს იყო საშინელი მოსასმენი და აი ამ ყველაფრიდან უკვე მე ჩამომიყალიბდა აზრი, როგორი მიმართულებით უნდა წავსულიყავი და რა აზროვნების ხალხი იყო ესენი, როგორ ვფიქრობდნენ, ბევრი რამე გავიგე, ახლა ბევრი ისეთი რაღაცები არ დავწერე, რაც იმ ადამიანისგან მოვისმინე. ეს ერთ რამეზე გაგეცით პასუხი და მინდა რომ ეს კიდევ ვიმეორებ, აღარ შევიტან ამას მე წიგნში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი არ არის ისეთი, ძირითადი რაღაც საკითხებია განხილული ამ ადამიანთან. საშინელი შესახედაობის იყო, კარგი შესახედაობის კი იყო, მაგრამ საშინელი გამომეტყველება ჰქონდა ამ თვალები ხო განსაზღვრავს ადამიანის გამომეტყველებას და ძალიან
აი რა ვიცი რა ძალიან ძნელია რა ესეთი ადამიანის დანახვა და თვალის გასწორება მეტადრე. ამას დავანებოთ თავი. აი თქვენ ნახეთ რომ მე მიჭირდა ამ საერთოდ ჩემი შექმნილი ნაწარმოებების საკითხვა მიჭირდა ეხლა პატარა მოთხრობების იმდენად არა, ეხლა მე ამას ვერ ვრისკავდი ეს საბჭოთა მზვერავის ვაჟი, იმიტომ რომ იმდენი ადგილებია, რომელიც რაღაც ემოციაზეა რა, ну ამას ხო ეს ხო მე შევქმნე, ამაზე ხო მგონელი განცდები მაქვს დახარჯული ასე ვთქვათ ენერგია და ხო მოქმედებს ამ კითხვის დროს და ვერ ვიკავებ იმას და ბოლოს თუ გახსოვთ ბოლო ისა როგორც ჩქარა ვკითხულობდი რომ ეს გადამერბინა ეს ვერ მოესწრო ამ განცდას ჩემ მასში არ აღბეჭდილიყო ამ განცდების იმაში რომ არ მომძალებოდა ეს ისა ერთი მთავარი რამ მინდა გამოვყო რითაც მე შევძელი ამ რომანის საკითხვა მიაქციეთ ეხლა ყურადღება იქ დაპაუზებულია ქალბატონები წერენ კომენტარებს ეს ქალბატონები ერთმანეთს ალბათ ჩემი აზრი ნუ ახლა ეგრე ესე იქნება იმიტომ რომ არ იცნობენ ერთმანეთს რა თქმა უნდა ახლა ესენი ჩემი გამომწერები არიან ზოგი იქიდან ზოგი აქედან მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ნახეთ კომენტარებს წერენ ეს კომენტარები რა არის ესე იგი თითოეული მათგანის კომენტარი ესე იგი ნაწარმოების შექება წერელთან კარგი დამოკიდებულების გამოხატვა და თქვენ გონიათ ეს თითოეული ეს ქალბატონი იმიტომ წერდა რომ ამით თავი გამოეჩინა მეგობრებო ყველას მოგმართავთ აი ხო ქრისტიანიერი ვართ ჩვენ აი ეს თითოეული ქალბატონი იმიტომ კი არ წერდა მხოლოდ იმიტომ კი არ წერდა რომ მათ კი რა თქმა უნდა ნაწარმოები რომ მოეწონათ გასაგებია მაგრამ ესენი ძირითადად რატო წერდნენ ასეთ კომენტარებს იცით რომ მე მეგრძნო მათი სულიერი მხარდაჭერა ეს იყო მთავარი მათგან ამით მე მამაგრებდნენ გესმის რომ აი გაიგეთ კარგად გამიგეთ რა აი თითოეული მასში ვკითხულობდი იმას რომ მე შევმაგრებულიყავი აი რა გააკეთეს ამ რამდენიმე ქალბატონმა კიდევ ვიმეორებ რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ ალბათ შემამაგრეს ხედავდნენ რომ მიჭირდა ამის საკითხვა და აი ასეთი ფორმით შეძლეს ჩემი ბოლომდე გაყვანა რა არის იცით როდესაც ქართლის დედა შეგვიგინეს და იმ თითისტოლა კაცმა არ მიყვარს ხოლმე რა შეხედულებით ადამიანის ესეთი მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა მოხსენიება მაგრამ მე მაშინ წერილი დავწერეს გაზეთში მაშინ გაზეთებში ვეშდავდიხობენ და მაშინ ლიტერატურულ საქართველოში მოღვაწეობდი ჩემო ბატონო თამას სივწივაზე მომცა რუბრიკა ავად ვიყავი და ასეთი რუბრიკა მქონდა საწოლიდან დანახული საქართველო მაშინ მე გამოვეხმაურე ამ ყველაფერს და გავეცი პასუხი იმას და მაშინ ვთქვი მიმოვიხილე ამ ქალბატონებთან დაკავშირებული საკითხი ქართველ ქალთან დაკავშირებული საკითხები და იმის გასაგონად იმ ჭყლიპურტას გასაგონად და საერთოდ ყველას გასაგონად ვინც ასე ფიქრობდა რა რომ ქართველმა ქალმა აიღო სკიპტრა ძალიან ბევრ შემთხვევაში სხვათა შორის აი მე ადრეც ჩავწერე პომპეუსი რო შემოგვესია ჩვენ და არტაგმა ხიდები რო დაწვა და გადავიდა მცხეთაში და გადაიყვანა ხალხი და გახიზნა და პომპეუსმა აღადგინა ეს ხიდები უკან დაედევნა მაშინ ქალები ჩაებდნენ ბრძოლაში და სხვათა შორის პომპეუსის ოპონენტები რომში ავრცელებდნენ ხმებს რომ პომპეუსიო ამაზონებს ებრძვისო იბერიაშიო
ქართველ ქალს ბევრი დაპირთვა ჰქონდა. ჩვენ აი ვიცით 9 ძმა ხერხეულიძეს დედა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ქალბატონი ქეთევანწამებული და აი ამ გმირებზე იზრდებოდა ერი და ამ გმირებიდან ახლა მე ამ გმირებზე ვარ გაზრდილი და იმიტომ ვუყურებ ქალის როლს. აი ქალმა იყო სკიპტრა, მე ვწერდი იმ წერილში, გაზეთში დაიბეჭდა, ეს იყო ზუსტად რომ გავიხსენო 2007 წელი და მაშინ მე ვთქვი, რომ ქართველმა ქალმა აიღო ერის გადარჩენის ინიციატივა, ასე ვთქვათ და ფაქტიურად სკიპტრა წაართვა მამაკაცს და საქართველო დარჩა უდედოდ. ქალები წავიდნენ, აი წარმოიდგინეთ ახლა რამდენ ქალს რამდენი რამე შეიძლებოდა გადახდენოდა. ახლა მე ევროპაში წლები ვიარე და კაცი ვარ და ერთხელ ემერჯენსში ისეთ მდგომარეობაში მოვხვდი, რომ მეთქი ვკვდები მეთქი და ახლა წარმოიდგინეთ, ესე იგი ქალი, რომელიც მიდის აი ესე ბრმად და მე ეს განვიხილე სხვათა შორის და აი დღეს მე ვაცხადებ, რომ ქალები არ გამომეხმაურნენ დახმარების ამბავში, არ მინდა ქალის გამოხმაურება, რომ ქალს იმდენი ტვირთი დააწვა ქვეყანის, ესე იგი გადარჩენის ამბავში, რომ კიდე გეუბნებით, ბევრი იქიდან ჩამოდის უკვე მთლიანად შერყეული. ეს თქვენ ადვილი არ გეგონოთ. აი ახლა ის გამოწერა მაგალითად ჩემ Facebook-ი გავაკეთე გვერდი და 1000-მდე რა ვიცი ავიდა მგონი და გამოვთი შეის მთლიანად. იცით, იმიტომ რომ რაღაცას მინდოდა მეთქვა მამაკაცებს ველაპარაკები და მამაკაცი მყავდა 4 გამომწერი და დანარჩენი ქალები იყვნენ ჩემი გამომწერები. და როგორი ამბავია ახლა კაცო, ესე გამოაცხადო, ნუ ქალებს ველაპარაკები და იმისი არ იყოს ახლა შენ გეუბნები და შენ გაიგონეო. აი ესე გამოვიდა დავხურე ეს გვერდი რა. ანუ და ერთ თვეში თუ რაღაცა მოაგროვე ეს 1000-მდე გამომწერი. და ახლა კიდე გარკვევით ვამბობ, არ მინდა მე ქალის დახმარება, აი მამაკაცებს შეუძლიათ ეს ყველაფერი მობილიზება გააკეთონ. ნაცებისგან აირეთ ბოლო მაგალითი კაცო, აგერ გიენები რო არიან გაშლილები, ერთი კაცი რო დაიძახებს, რომ არიქა დამაჯარიმეს 5000 თო 20000 კაცი უდგა გვერდში. თქვენ ალოცვილებო, იცით, აი მე ერთი მწერალი ვარ, გამოვედი ასპარეზზე, რამ გამომიყვანა ასპარეზზე? სიძულვილმა და იმ უბედურებამ, რაც აი გარეთ კი არის სოციალურ ქსელში და გარეთ ქუჩაშიც იფრქვევა ეს ყველაფერი. და ჩანს ეს თვალნათელია, ხო? ეს ზიზღი და ეს შური და ბოღმა და ღვარძლი და სიძულვილი. ერთადერთი მწერალი ვარ, გამოვედი, იმიტომ მოიგონე ახლა ის ქეთევანწამებული, 9 ძმა ხერხეულიძის დედა, ისა ეს, იმიტომ ვიგონებ ამ ყველაფერს, რომ კაცო, გმირი უნდა შევთავაზოთ ეს, რაღაცა მორალურად გამართული, აი სამინისტროსთან ზუსტად ეგ ლაპარაკი მქონდა, რა ვიცი, მე მგონი 1-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საუბარი. ადამიანებმა უნდა რაღაცა გმირობაზე აღიზარდნენ, მორალური ფორმირება რო ხდება ბავშვისა, ის უნდა აღიზარდოს, აი გმირი უნდა დაინახოს იმან, რაღაც მისაბაძი პიროვნება უნდა გაიცნოს. სხვა შემთხვევაში და მორალურად გამართული ლიტერატურა უნდა წაიკითხოს. ის რო კითხულობს გარყვნილ ლიტერატურას, უკვე გარყვნილია ის და გადაგვარებული. და ბავშვები, პატარა გოგონები მეზავებად არიან განწირულები და ბიჭები კიდე იცით თქვენ რომ ზოგ უმრავლესობას ტაბლეტები ჭირდება მაპატიეთ და რაღაცა რო ისა. აი ეს არ არის ნორმალური უკვე რა. ნუ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამაზე. მე ამიტომ გამოვედი, რომ მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ ამაზე, იცით, ჩემთვისაც უხერხულია. თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი გამოჩნდა. ეს არ ვიცი, ხა კიდე გეუბნებით რა დავარქვა, მაგრამ მე ვაგრძელებ. ამას სადამდეც შევძლებ, მაგრამ დიდხანს ვერ შევძლებ, მე წინასწარ გეტყვით. აი ვაანონსებ ახლა რომ გამოვალდა ჩემ მეგობარზე, მინდა რომ ერთი რაღაც საკითხი რაც მოხდა, იმაზე გესაუბროთ. აი ვიცი რომ ახლა აი სტატისტიკას შევხედავ ახლა ვინ რას იტყვის, როგორ იტყვის, რა იქნება. ვიცი რომ უარყოფითი ის შეიძლება გამოიღოს, მაგრამ კიდე გეუბნებით, აი დადებითი პასუხი რო იყოს, 5% მარო დადოს დადებითი.
ესე იგი ჩემთვის ეგ ბედნიერება იქნება. ვნახოთ ხალხი როგორ შეხედავს ამ ამბავს. ბევრი რაღაცა გაირკვევა აქედან, დაინახავთ მე როგორ ვფიქრობ, დაახლოებით ჩემს თავში რა ღირებულებითი სისტემა არის ჩამოყალიბებული ცხოვრებაში და საერთოდაც რა მომწონს და რას ვუჭერ მყარს. მე მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, იცით, ცნობიერების ერის ცნობიერების ამაღლებისთვის მე მგონი მამაკაცებო დროა რა, რომ აი ჩვენ ვიზრუნოთ, იცით, აი თუ თქვენ ის არ შეგიძლიათ რომ თქვათ ერთმა გამიწიოთ დახმარება როგორც წლების წინ იმ კაცმა გააკეთა. მრავალი გამოჩნდით, ეხლა აი ხო გეუბნებით ანგარიშებს ვდე, მოიკელით ეს რაღაცა ქრისტიანულად მოიქეცით რა ეს აი განცხრომაში ცხოვრება აი ვინც იმისი არ იყოს ახლა ჩემ ძმაკაცო პატივი ვეციო საფლავზეა ვეცხვარი დავკალიო და პატივი ვეციო პატივისცემა ის კი არ არის რომ მე გარდაცვლილ მეგობარს სხვარი დავგულა მუცელი ამოიყო აი ეს ხო უნდა დამთავრდეს როდისმე პატივისცემა სხვა რამეა ეხლა ვინც რა მე მეგობრები ვინც მყავდა ეხლა იხვალე რომ უნდა გესაუბროთ იმ მეგობარზე ყველასთვის ძეგლი მაქვს მე დადგმული ეხლა სკულპტური არ გეგუნოთ მე უბრალოდ და მოქანდაკე მაგრამ წიგნები მაქვს კაცო დაწერილი მათ აგერ გუბერნატორი და მეპურე ის ჩემი მეგობარი იყო საქართველოში რა ვიცი მე მგონი ერთ-ერთი უპირველესი რუსთველოლოგი იყო და ორი მოთხრობა მაქვს იმაზე დაწერილი ეხლა ხვალე კაცზე ვიზაც უნდა გესაუბროთ მე ხვალ იქნება თუ ზეგ ალბათ ხვალ იქნება იმ ადამიანთან ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული ვიდრე ყველა მეგობართან ერთად თადეოზზე მაგალითად მეუფე თადეოზზე წიგნი მაქვს დაწერილი ყველაზე ვინც აი ჩემი მეგობრები აი ეს ის საბჭოთა მზვერავის ვაჟი მეგობრის ჩემი უფროსი მეგობრის მეგობარი იყო ის ანტონ სავიჩელი იმიტომ ვიცი ეს დეტალურად ეგ ამბავი ხო ძარცველი ჟურნალისტი თვითონ დამიჯდა ის კაცი ის ჟურნალისტი და თავად მომიყვა ეს ყველაფერი აგერ ცეკავს დივანი და კრიმინალური ავტორიტეტი ის კაცი აგერ გასასვლელში რესტორანში რჩეული შვილების რესტორანს ეძახდნენ იქ შემხვდა ის კაცი ერთ-ერთ პურმარილზე ვიყავი მიწვეული და რო გაიგო ისა მოვიდა და ვერში დამიშდა და მომიყვა ეგ ამბავი და აი ეს ყველაფერი უნდა წარუდგინოთ იცით აი ხალხი უნდა ნახოს ეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა რომ რაღაცა გმირი დაისახონ მორალი დაინახონ და იფიქრონ რომ ზღვარს გადასული თავისუფლება არის ამორალობა იმ დოსტოევსკის თქმისა არ იყოს თავისუფლება ის არის მორალურ საზღვრებში თავისუფლად რომ მოქმედებ ზღვარ გადასული თავისუფლება ეს უკვე ამორალობაა ამიტომ ეს ხო უნდა ვიღაცამ უთხრას კაცო ამათ და ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ყველამ ერთად და ამიტომ გულგრილად ნუ ჩაუვლით ჩემს თხოვნას რა რაღაცა მონაწილეობა იქნება მივიღოთ ამ ყველამ რაღაცაში პატარა და ეხლა მე ერთი წიგნის იმას ეხლა იმდენი ხალხი გამოჩნდა რომ ზღვაში წვეთია ეხლა მე ერთი წიგნის გამოცემასაც ვერ შევძლებ კაცო აქ არ არის ლაპარაკი 2 და 3 წიგნზე და 5 წიგნზე და მე კიდე გეუბნებით მე იმ წიგნების გაყიდვა კი არ მინდა კაცო მე მინდა ეს წიგნები გავავრცელო ისე ამაში იქნება მივიღოთ მონაწილეობა და გულგრილად არ ჩაუვაროთ და თქვენ კი აი ჩემო გამომწერებო ვინც ნახავთ რა პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემ გამომწერებს გთხოვთ რაც შეიძლება გაავრცელეთ ეს რომ ბევრმა ხალხმა ნახოს და აღიქოზე რას ვითხოვ რა მინდა მე არაფერი არ მიჭირს მე ხვალევე რომ დავანებო ამ საქმეს თავი ეს ჩემი საქმე არ არის მე ბლოგერობას და იმას არ ვაპირებ კაცო მწერალი კაცი ვარ არანაირად არ მჭირდება მე ეს და არც მაქვს ამის ინერვები და შეძლება პირველ რიგში მე რო ხვალე დავანებო ამას თავი არა ვარ ისეთი გაჭირვებული რომ მე რაღაცა დამემუქროს თქვა უფულობა და ის და რაღაცა უწამლობა და რო დამჭირდეს წამლებს მაინდა-მაინც არ ავსვავ მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ დამემუქრება შიმშილი ვიყავი მთელი ცხოვრება გაჭირვებული, მაგრამ დღეს ესე აღარ ვარ. ახლა ალე ღმერთი განსაზღვრავს ვინ როგორ ვიქნებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელგაშვერილიც რო ვიждე ქუჩაში, მაინც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი ერის წინაშე მე არანაირი ვალი არ მიმყვება იმ ქვეყანაში, იმიტომ რაღაცა შევქმენი და ჩემ ერს უტოვებ რაღაცას, კაცო. და
ასე რომ რა ვიცი, იქნება რაღაცა შევძლოთ ერთობლივად რა. ისინი უნდა გჯობდნენ, კაცო, ის ძალა ერთობაშია რომ გაიძახიან. აი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს ისინი უნდა გჯობდნენ ჩვენ ამ თანადგომაში და მით უმეტეს ეს ჩემთვის კი არ მინდა კაცო ეს ყველაფერი. ჩემი ერის ცნობიერების ასამაღლებლად ვიბრძვი მე. თორე სხვა შემთხვევაში არ გამოვიდოდი და არანაირი ის არა მაქვს, მე კიდე გეუბნებით რა, თითოეული ამის ბოლო ის რო ჩავწერე, ახლა რა ქვია, საბჭოთა მზვერავის ვაჟი, ვეღარც ვთვლი რამდენჯერ ჩავწერე. ჩემთვის ძნელია ეს ჩაწერა. მე მსახიობი არა ვარ, რომ კამერის წინ დავждდე და ვილაპარაკო და ან ვიკითხო. არ შემიძლია ის ჩემთვის ძალიან ძნელი საქმეა, გესმით? ამიტომ ის რაც შემიძლია, მოდით ეს იქნებ გავაკეთოთ ერთობლივად რა და გულგრილად ნუ ჩაულით კიდევ ვიმეორებ რა, თითოეული თქვენთაგანის ეს აი მოვალეობათ მიიღეთ თქვენი ერის რაღაცა წვლილი შეიტანეთ, კაცო. არა გაქვს ბევრი რაც აგაგის ტრანსპურის პულს ნუ გამოიკლებ შედალოცვილი, მაგრამ რაღაცა იქნება, ნუ მე საშუალო ფენას მივმართავ. ოღონდ ქალბატონებმა არ გამოუხერხულოთ რა, ძალიან აქ თქოთ. ქალები ხართ, აი, ნუ ჩემთვის სხვა თემაა. მოდი კაცებმა გავაკეთოთ ეს რა, აღარა ვართ კაცო, იმ ნაცებზე უკეთესი ის არ შეგვიძლია რაღაც მობილიზება გავაკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ხვალ ალბათ ჩავწერ იმას და ნახოთ რა ვიცი რა, მე ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგაკლოთ. ნახვამდის.